მოდით ლომი არქტიკაში დავსვათ და ვნახოთ რა მოხდება. პირველივე საათში სიცივე მყისიერად ურტკამს. ლომის მოკლე მეჩხერი ბეწვი სითბოს ამოსაყოფადაა შექმნილი და არა შესანარჩუნებლად. მას არ გააჩნია სქელი ბეწვი, პატარა ყურები და სპეციალური ცირკულაცია, რასაც არქტიკული ცხოველები ეყრდნობიან. ამიტომ სითბოს სწრაფად გადის თათებიდან, ყურებიდან და ცხვირიდან. მეორე საათისთვის ლომის კუნთები იწყებს დაჭიმვას, რადგან სისხლძარღვები ვიწროვდება სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. იწყება კანკალი, სითბოს გამომუშავების საგანგებო მცდელობა და ენერგიის მარაგების სწრაფად იწვის. მეოთხე საათისთვის ყინულზე გადაადგილება მტკივნეული და არასტაბილური ხდება. აქ არ არის მაღალი ბალახი და სამალად, არ არის ნაცნობი მსხვერპლი და თოლში ნადირობა მოითხოვს უნარებს, რომლებიც მას არასოდეს განუვითარებია. მერვე საათისთვის დაღლილობა თავისას შვრება. სხეულის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ლომი სუსტდება, ორიენტაციას კარგავს და ბოლოს დაუნდობელ სიცივეში ეცემა.